დარტყმა და გაიხსნა ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში და დაწინაურდნენ მასპინძლები 34 წუთზე ხდება ეს ყოველივე და გატანილი გოლის ავტორი ხდება დეო ბასინგა, რომელმაც დააწინაურა მასპინძელი გუნდი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა ბოლო წამებში და დეო ბასინგას გოლით დააწინაურდნენ შიდა ქართველები ამ ეპიზოდში. დილამ კიდევ უფრო ზრდის წნეხს ახალდრონიკაშვილია ბურთით, მერე უკვე კონტე და შეიძლება ალბათ უკვე დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში გარეჯი ლუკა კუტალაძემ გადაარჩინა პირველ ეპიზოდში მან ითამაშა ამ ბურთზე, მერე ბურთი მოხვდა ძელს და გაუმართლად მერე უკვე გარეჯის მოთამაშეებს რომ ამ ეპიზოდში გოლი არ გავიდა. ბლანკსონ ანოფი, რომელიც ცდილობს გავიდეს დასაწყო პოზიციაზე, დაარტყა და ისევ ლუკა კუტალაძე, რომელმაც იხსნა აქ თავისი გუნდი და მეორე გაშვებული გოლისგან გადაარჩინა, ასე რომ დილამ მშვენიერი განწყობა შეიქმნა და ამ განწყობის ტალღაზე ცდილობს გუნდი კიდევ ერთი გოლის გატანას. ფაქტია რომ გატანილი გოლის შემდეგ, ამ შეხვედრაში გასული გოლის შემდეგ შეხვედრა სულ სხვა ხასიათს ატარებს. პაპავა დარტყმა, კიდაღამ გათანაბრდა ანგარიში დარტყმა იქნება კარიდან, მაგრამ გარიც ჰქონდა შანსი და უშუალოდ ლევან პაპავას ამ სეზონში მე-7 გოლის გატანის და ისევ ფრანსუა ეკონგოლო ყურადღების ცენტრში, რომელმაც არაჩვეულებრივი გადაცემით უამარაგა პაპავა, მე თავად პაპავამაც მოახერხა რომ გაქცეოდა ბრაზილიელ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს ჟოაო არაუჟოს და საბოლოოდ უკვე ბოლო თავარი აკორდი აღარ გამოვიდა წარმატებული. ახალდრონიკაშვილი დაარტყამს ძალიან სახიფათოდ, მას არაჩვეულებრივად ძალიან კარგად შეუძლია შორი დისტანციიდან მეტოქეს შეუქმნას პრობლემები. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში უფრო აქტიური თამაში ვიხილეთ, რა ბურთსიგერიებს აქ. ლუკა კუტალაძე ძალიან ახლოს იყო შოთა შეყილაძე გოლის გატანასთან. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი, როგორც ფორვარდის მხრიდან შესრულებული, ასევე მეკარის მხრიდან. ბუღრიძემ დაარტყა, მაგრამ კუტალაძემ კიდევ ერთხელ შეძლო ბურთის დაუფლება. როგორი სახიფათო და მწვავე იყო გარეჯის შექმნილი ეს ეპიზოდი და საბოლოოდ ტიაგო ილორი აღმოჩნდა გმირი ამ მომენტისა. კერსელიძე სწორედ მას უხდიდა მადლობას ამ ეპიზოდში. შორიდან დარტყმა და ლუკა კუტალაძე თამაშობს კიდევ ერთხელ ბრწყინვალეთ ამ ეპიზოდში და გოლის გატანის საშუალებას არ აძლევს მენამდენეთ უკვე აბუბაქარ კონტეს. ამ ეპიზოდის გმირი ისევ ლუკა კუტალაძე აღმოჩნდა, რომელიც მე მგონი დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ აქ მაინც შეძლეს დილას მოთამაშეებმა მეორე გოლის გატანა და პედრო მენდეში გატანილი გოლის ავტორი. მანამდე რა ბურთი მოიგერია ლუკა კუტალაძემ, მაგრამ იმდენად ახლო დისტანციიდან შეასრულა დარტყმა პედრო მენდეშმა, რომ ამ ბურთზე თამაში უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.